ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით დღევანდელ ეპიზოდში. სადაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებზე საქართველოში და თუ საქართველოში არ გვაქვს ხოლმე მოვლენები, მაშინ მსოფლიოში. დღეს ჩემი გადაწყვეტილებით მოვაშორე სპონსორები ამ გადაცემიდან, რადგან დღეს უნდა ვისაუბროთ ცოტა სენსიტიურ თემებზე. დღევანდელი გადაცემა დასპონსორებულია ნაცისტების მიერ, არა. ხუმრობ, რა თქმა უნდა, მაგრამ მესმის როგორ შეიძლება წარმოადგინოთ ეს ამბავი, რაზეც ვაპირებ საუბარს, ასე რომ მირჩევნია სპონსორი არ გავხვიო ამ შარში. თორემ, რა თქმა უნდა, ჩემი სპონსორის უღრმესი მადლობელი ვარ. მოკლედ, ინგლისში მიმდინარეობს პროტესტები, სადაც ადამიანები გამოდიან, რომ ყელში ამოგვივიდაო ეს მიგრაციაო მუსულმანების ჩვენ ქვეყანაშიო, ინგლისში. და დავიღალეთო, რომ კაბაბი უფრო პოპულარულია ვიდრე ბეკონი და უმარილო ლობიო. მოკლედ, გამოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი, თუ ეხა ინგლისის იმედს დავუჯერებთ, 1-2-3 კაცი მაინც გამოვიდა, თუ ინგლისის მთავარ არხს დაუჯერებთ, 4 მილიონი ადამიანი გამოვიდა გასაპროტესტებლად. ასე რომ, ციფრი თქვენ აირჩიეთ, რა ვიცი, თავისუფლება გაქვთ სრული, მე ავირჩევ 100-დან 300,000 კაცამდე. მოკლედ 100-დან 300,000 ადამიანამდე გამოვიდა, რომლებმაც გააპროტესტეს ზოგადად მიგრაცია ინგლისში. მე მართლა მეგონა, რომ ინგლისი ყველაზე რთულად შეღწევადი ქვეყანა იყო და რთულად იღებდნენ ადამიანები ვიზებს და ასე შემდეგ, მაგრამ მართლა როგორ მოხდა, რომ ყველაზე პოპულარული სახელი მოჰამედ არის, არ ვიცი, მაშალა, მაგრამ ესე მოხდა, მოკლედ. ალჰამდულილა, ხოდა ჩვენც რა თქმა უნდა, ჩვენ რა დაგვრჩენია, მეგობრებო, თუ იმეს გონიათ, რომ ეხა ეს დროშების ქნევა და ასე შემდეგ ინგლისელებისგან რამეს გამოასწორებს, ან თუ ვინმე, იმიტომ რომ რამოდენიმე გამომწერი, რეალურად დებილი მყავხართ და მინდა თქვენთვის ვისაუბრო, რომ აზიარებთ ეხა იმებს და მე რომ მიგდებთ, რომ მიშა, ეხა ნახე, რა მოუვიდეთ ინგლისში ამ ემიგრანტებს, ეხა ნახე, რას უზამენ ინგლისს. დაუკვდით, მეგობრებო, ვერაფერს უზამენ აბსოლუტურად, იმიტომ რომ რეალურად მეორე მხარე არც იბრძვის. უყურეთ, აქ ერთ მხარეს ყავთ ინგლისელები, რომლებიც იბრძვიან და მაგათი ბრძოლა არის, რომ ეხა დროშებს ვაქნევთ. და მეორე მხარეს ყავთ ხალხი, რომლებიც არც იბრძვიან, ანუ მაგათი ცხოვრების სტილია, რომ 6 ცოლი, 25 შვილი, 25 წლის ასაკში ყავდეთ და გაამრავლონ თავიანთი მოსახლეობა. და თქვენ მაინც რატომღაც გჯერათ ამ ყველაფრის, რომ ხა ნახე მიშა ამათ რა მოუვიდეთ, ხა ინგლისელები გაბრაზდებიან და რას იზამენ. გაბრაზდებიან და მოვა ვიღაცა აბდულა და მოიყვანს მაგ ინგლისელის შვილს ცოლად და გადააკეთებს თავის სარწმუნოებაში, გააჩენებს 6 შვილს და ეყოლება, სხვა ბევრი ცოლიც მასთან ერთად. თქვენ ჯესიკასთან ერთად. ეჭვი არავის შეგეპაროთ, მეგობრებო, ამაში, რომ მუსულმანები გადაფარავენ მთელ სამყაროს, მაქსიმუმ 40-50 წელი მიეცით და არ ვღადაობ, კაცო, მე ვინმეს მხარს ვუჭერ ან ვინმეს მხარეს ვდგები, უბრალოდ მე რეალისტი ვარ და საცოდაობას როცა ვხედავ, ვამბობ, რომ საცოდაობაა და ეხა ინგლისელები რასაც აკეთებენ, ეს არის სრული საცოდაობა, რომ გამოდიან და ხა ჩვენ დროშებს გავაქნევთ და ყველაფერი შეიცვლება. შეიცვლება ყველაფერი, ჯიგრებო. მაგას დაელოდეთ. რეალურად ყველაზე პოპულარული უკვე მუსულმანური საჭმელია, მუსულმანური სახელებია ყველაზე პოპულარული აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში და ესე გაგრძელდება, მეგობრებო, მაგას მეგპირდებით და თქვენ ვერაფერს გამოასწორებთ. მიშა, რატომ ხარ ესეთი პესიმისტი? თუ შენც მუსულმანი ხარ? არა, მეგობრებო, არ ვარ მუსულმანი, მართლმადიდებელი ვარ, მაგრამ
უბრალოდ რეალისტი ვარ რა და არ მიყვარს რაღაც ტყუილების საკუთარ თავზე მოხვევა და მით უმეტეს თქვენ არ მოგახობთ რაღაც ტყუილებს და არ გეტყვით რომ აი ეხლა ყველაფერი შეიცვლება, აი ტრამპი მოვიდა და ეხლა ყველაფერი შეიცვლება. არა მეგობრებო, ქართულ რეკლამებს გადახედეთ, აი ტოპ კომპანიების, McDonald's-ის, Coca-Cola-ის და ამავდროულად ყველგან ვიღაცა 20 წლის ტრანსები და პიდარასტები არიან სახეები, ხო? ანუ წავიდა სამწუხაროდ ის დრო, სადაც კაცი ფასდებოდა სიმპათიურობით, ქარიზმით და ამ შემდეგ, სადაც ქალები ფასდებოდნენ მიმზიდველობით. წავიდა ის დრო. ეხლა გვყავს 20 წლის ტრანსები სარეკლამო სახეებად. ამას რამე გამოასწორებს? აღარაფერი აბსოლუტურად. ასე რომ მე რა თქმა უნდა დავნებდი, მე რა თქმა უნდა არ უწერო დიდ კომპანიებს რომ მოდი იცი რა დამარეკლამებინეთ თქვენი კომპანია. არა, იმიტომ რომ აზრი არ აქვს აბსოლუტურად. რადგან 20 წლის ტრანსი არ ვარ. მართლა გადახედეთ, აი McDonald's-ის რეკლამებს გაეცანათ. თუ ვინმეს გონიათ რომ რამეს ვამეტებ, აი McDonald's-ის რეკლამებს გადახედეთ და შეხედეთ უბრალოდ სახეებს რა. ანუ წავიდა ის დრო მეგობრებო, სადაც შორენა ბეგაშვილი, ნანკა კალატოზიშვილი და ამ შემდეგ, ანუ მიმზიდველი ქართველი ქალები თამაშობდნენ როლს. ეგ დრო აი ჩაიფრინა მაგ დრომ. ეხა არიან ვიღაცა ტრანსი ბავშვები, რეალურად ყველა კომპანიის სახეები, რომლებსაც შეხედავ გული გერევა, მაგრამ ეგრე გადაწყვიტეს დირექტორებმა, რომ დაესაქმებინათ მარკეტინგის უფროსებად. მარკეტინგის უფროსებიც რეალურად ყველა ტრანსია, რა გონიათ, რომ აი რამე რაღაცა ისეთთან გვაქვს საქმე, არა მეგობრებო, ანუ ყველა დიდი კომპანიის მარკეტინგის დირექტორი ნახეთ, აი მოძებნეთ სადმე LinkedIn-ზე ან ამ შემდეგ და ყველა ან გეია, ან ლესბიანკა, ან ტრანსია. და ეხლა რა თქმა უნდა ისინი ვის დაასაქმებენ? მე დამასაქმებენ? ან ვინმე ლამაზ ქალს დაასაქმებენ, შორენა ბეგაშვილს დაასაქმებენ? კაი, ეხლა შორენა ბეგაშვილს თვითონ არ ჭირდება კაცო ეგ ყველაფერი, მაგრამ ლამაზი გოგოების მეტი რა გვყავს, ხო? აი 20, 25, 30 წლის ლამაზი გოგოების მეტი რა გვყავს ქართველებს, ხო? მაგრამ არა, მაინც ვიღაცა დრედებიანი გოგო, რომელიც ჰიპ-ჰოპს ეკავს. მაგარი მიმზიდველია, აი 25 წლის დრედებიანი მახინჯი ჯუჯა გოგო, რო ჰიპ-ჰოპს ეკავს. ანუ ძალიან მიმზიდველია, მეგობრებო, აი თურმე კაცები მაგაზე ვგიჟდებით. თურმე ანუ შორენა ბეგაშვილი არავის მოგწონს და ნანკა კალატოზიშვილი და თურმე ხა ყველას გვიზიდავს 20 წლის ტრანსები, რომლებიც ჰიპ-ჰოპს ეკავენ და დრედები აქვთ თმებში და ის ქვიათ რა ქვია. ახ ჩემი. მოკლედ გადავიდეთ ხო, მოდი რომ შევაჯამოთ ეს თემა, ანუ მე მეგობრებო, მართლმადიდებელი ვარ და მოიცა არ შევაჯამოთ ჯერ, მოდი ჯერ ვისაუბროთ ჩემ დამოკიდებულებაზე მუსულმანების მიმართ. მე ვიცხოვრე 1 წელი მუსულმანურ ქვეყანაში, უზბეკეთში და ანუ მე როდესაც მუსულმანებს რამე ცუდს ვიტყვი, აი მაშინ ვიქნები არაკაცი და უმადური, იმიტომ რომ 1 წლის მანძილზე აი ერთხელ არ გამიგია ჩემ მიმართ რამე ისე ცუდი შეძახილი ან რაღაცა ისე ცუდად მოქცევა, რომ ფუშე ქრისტიანო და ამ შემდეგ. არა, აი 1 წლის მანძილზე არც ერთხელ, მეგობრებო. მაგრამ მინდა გავყო მუსულმანები ორ კატეგორიად. ანუ ერთი კატეგორია აი უზბეკები, ყაზახები და ასე შემდეგ, ეგ ტერიტორია და მეორე კატეგორია ავღანები, ერაყელები, ირანელები და აი ანუ აბსოლუტურად სხვადასხვა ხალხია რეალურად რა. როდესაც უზბეკები მაგალითად ჩუმად გეტყვიან რომ ერთი დამისხი ერთი გრუზინსკაია ჭაჭა, გრუზინსკაია ჭაჭა დავაი ადნური უმკო და ჩუმად ურტყამენ რა. ანუ ეგ რეალურად კარგი მუსულმანები არიან, ეხა იმიტომ რომ არავის ავიწროვებენ, არავის საქმეში არ ერევიან, მაგრამ მეორე მხარეს არსებობენ აი ეს ავღანი, ეს ირანელი, ეს ერაყელი მუსულმანები, რომლებიც გადადიან საცხოვრებლად, ბიჭო, ამ საფრანგეთში, ამ საცოდავ საფრანგეთში, ამ საცოდავ პარიზში, ლონდონში და
უნდათ რომ აი შეიტანონ თავისი წესები, რომ აი ყველა ქალმა იაროს ესე კუნინძებივით და ყველას აიძულონ ყველაფერი, რაც თავიანთ ქვეყანაში ხდებოდა. შედედამოთ ხარ შენი ქვეყნიდან თუ ეგეთი კარგია, ხო? ეგ წესები. მაგრამ არა, ანუ ეგ არის დაპყრობა სამყაროსი, რასაც აუცილებლად მოახერხებენ, რადგან უბრალოდ ანუ აი brute force ქვია რა, მოკლედ blitzkrieg რა. ჩათვალეთ რომ აი blitzkrieg-ს აკეთებენ რა, ან brute force, მოკლედ ორივე იგივეა. უბრალოდ რომ მიაყარო, რაც შეგიძლია ეგრევე შეხვიდე და აი ყველაფერი გაიტანო ცხვირპირით რა. და არანაირი ტაქტიკური ისინი არ აქვს და თქვენ აქ ფიქრობთ, აი ხა ინგლისელები რო გამოვიდნენ გუშინ რამოდენიმე 100,000 რომ ჩვენ ტაქტიკური სვლები გვაქვს და რამ ყველას ფეხებზე კიდია თქვენ ტაქტიკური სვლები ბიჭო ღადაობთ ამ ადამიანები მოდიან და თითო კაცი ერთი 15 შვილს აჩენს და თქვენ რაღაც მოდი ტაქტიკურად მიუდგეთ მოდი აი ხა განვიხილოთ ეს რა უნდა განიხილო უკაცრავად ანუ განიხილავ რასთან აი ხა მე რო ეზოში არ მომწონდეს რომ ბევრი ქვა მიყრია და მე ამ ქვებს დაუწყო საუბარი რომ იცით რა ძალიან უკმაყოფილოა რომ ამდენი ქვა ხართ ასე რომ გთხოვთ რომ უკან დაიხიოთ რას ვუხსნი ვის ვუხსნი ამ ქვებს ვუხსნი რომ უკან უნდა დაიხიონ და მე ბალახი მინდა და გაზონი მინდა ჩემ ეზოში და ქვები აღარ მინდა ეს ქვები მოდიან აი ეს მოდიან იყრება ქვები და მე ამ დროს გავარ და ვუხსნი რომ ან ვუზივარ ქვებს და ეს დროშას ვუქნევ რომ ინგლისი გაიმარჯვებს ინგლისი ხო სისულელია და ყველას გპირდებით რომ არაფერი ეშველება სამყაროს უკვე მისულია იმ წერტილამდე საიდანაც უკან მობრუნება შეუძლებელია მეგობრებო რაც არ უნდა გული დაგწყდეთ არა უშავს აუ მე მართლა არ ვარ მესია რა იმიტომ რომ ხო აი მესიობაზე გამახსენდა წინა ვიდეოს ტოპ კომენტარი იყო რომ ერთმა ადამიანმა დამიკომენტარა დიდი მადლობაო მიშაო რომ აი ესეთი ადამიანი არსებობს YouTube-ზეო რომელიც არც ერთ ბაბლს არ ერგებაო და თვითონ იძახისო რაც უნდაო იცოდეთ მეგობრებო რომ მე გაგიცრუებთ იმედებს აი 100%-ით ანუ მე ჩემ გვარს ვაგრძელებ რაც შემიძლია ვაკეთებ შვილებს ვაჩენ მრავლდები, მაგრამ მე თქვენ ვერ დაგეხმარებით. მე თქვენი გადამრჩენელი არ ვარ და მე არ ვარ თავისუფლებისთვის მებრძოლი. ეგ აბსოლუტურად დაივიწყეთ. ანუ ორ კვირაში თუ დავიწყე რომ შალვა რამიშვილი კარგი კაცია. შალვა რამიშვილი მე რა რომ ქალებს ავიწროვებდა. უდანაშაულო რომელი ხართ? აბა ქვა პირველმა მან მესროლეთ. რო დავიწყო რომ შალვა რამიშვილი კი ქალებს ავიწროვებს კი თამებს იღებს კი 1-4 ჯერ მოაწყო სახელმწიფოს გადატრიალება და სურვილი ყოველთვის ქონდა სახელმწიფოს აყირავების მაგრამ წითელზე თქვენ არ გადადიხართ უკაცრავად ღვედის გარეშე თქვენ არ გივლიათ ყველა ვართ დამნაშავეები ჩვენ გულებში ჩავიხედოთ მეგობრებო მართლა არ გაგიკვირდეთ ეს რამეებს თუ დავიწყებ რა იმიტომ რომ დღადაობთ თქვენ მართლა მესია გგონი ვართ რომელიც აი მოვიდა ქართველი ერის გადასარჩენად ქართველ ერს მეგობრებო ვარ ქართველი ერი იყო ერთი ხუმრობის გამო რომ დედაჩემს სიკვდილს უსურვებდნენ დედაჩემი რა შუაშია ხო მე თუ რამე მომივიდა გონებაში რომ მე რაღაცა ვიხუმრე და თქვათ რაღაც თქვენთვის მიუღებელი ვიხუმრე დედაჩემს უსურვებდით ბიჭო სიკვდილს და მე ეხა გონი ვართ რომ მესია ვარ და მე თქვენზე ვზრუნავ ბოლო ვიყო თუ თქვენზე ვზრუნავდე აი პირდაპირ გეტყვით ეს გადაცემა ემსახურება ხალხის გაცინებას უბრალოდ ვიცი რომ ამ გადაცემაში ვერ გაცინებთ ეხა მაგრამ მართლა რეალურად ეგრეა რა ნურავინ იფიქრებთ რომ მე ვინმე ხალხის გადამრჩენელი ვარ და მე მოვედი მე მოվել რათა ეს გული გადაგიშალოთ არა მეგობრებო არა ასე რომ ნუ დაამყარებთ ჩემზე იმედებს იმიტომ რომ აი პოლიტიკას რო შევხედოთ ხო აი რა ვიცი ადამიანები რეალურად უჭერთ ვიღაცა იაგო ხვიჩიას მხარს რეალურად უჭერთ ალეკო ელისაშვილს მხარს რეალურად უჭერთ გუბას სანიკიძეს მხარს რეალურად უჭერთ
უცნობს მხარს. უცნობის სიმღერები მიყვარს, უცნობი ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ტოპ მუსიკოსია საქართველოში და მომღერალი. ყველაზე აი მართლა სამეულში შევიყვანდით თავისუფლად იმდენად მაგარი სიმღერები აქვს, მაგრამ პოლიტიკას რო გადახედო და ისევ უცნობს დაუჭირო მხარი და ისევ უსმინო უცნობს. ესე იგი მანიაკი ხარ ძმაო რა, რაღაცა შენ თავს უშავებ მაგითი. ანუ მე კი არ მიშავებ რამეს, ან ვინმე ჩემ ბიძაშვილს კი არ უშავებ რამეს, მაგრამ შენ თავს უშავებ, რომ უცნობს ჯერ კიდევ უსმენ და უცნობი ჯერ კიდევ წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას და ალეკო ელისაშვილი და გუბას სანიკიძე. და გუბას სანიკიძის შვილი ეხა ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია და მაგას კიდე უსმენთ ხალხი. და მე ჩემგან მოითხოვთ ბიჭო, რომ მიშა მიდი სიმართლე იბაზრე ძმაო, მიდი მიშა გაგვანათლე ერი. არა, გაიხარეთ. მე მინდა Rolls Royce. აი გუბაზა ხო იძახდა რომ მე მილიონები უნდა ვიშოვო. მე მინდა Rolls Royce. კედია შალვა რამიშვილმა მიყიდოს Rolls Royce, ხვალ დავიწყებ რომ მეთქი დიახ ეხა შალვამ რამოდენიმე ქალი გააუპატიურა ეხა და ანუ რა უდანაშაულო ვინ ხართ უკაცრავად? თქვენ წითელზე არ გადასულ ხართ? ღვედის გარეშე არ გივლიათ? მე რა რომ შალვამ რამოდენიმე ქალი შეავიწროვა? მე რა რომ შალვა რამიშვილი რამოდენიმეჯერ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? ანუ თქვენ რა ჯოკრის თამაშისას არ გიცვეტავიათ? ყველა ერთნაირები ვართ, ბატონი შალვაც ჩვენნაირია. ასე რომ მე მადლობელი ვარ ბატონი შალვასი და ამ დროს ჩავადგამ ჩემ როლს. აი შალვა რამიშვილს დავიწყე საუბარი და მიკროფონი გამეთიშა. მოკლედ დავტენი უცებ შევაერთებ და დაგიბრუნდები. გიბრუნდებით, ჩემი გადაცემით ლეპტოპი დავტენე, რომელიც გაქაჩავს ერთი 20 წუთი კიდევ, ასე რომ ვისაუბროთ. ეხლა თქვენი კითხავთ, ხო შეგიძლია მიშა შეაერთო ლეპტოპი და ისე ისაუბრო დასტენადო, მაგრამ არა, რადგან ელექტროობა სრულად ჩემი გაყვანილია და არ მუშაობს წესიერად ელექტროობა. ანუ დასატენად თუ არის შეერთებული ლეპტოპი, მაშინ დენი გადმოაქვს მიკროფონზე და მიკროფონი შხრიალებს. ასე რომ ან დატენვა უნდა ავირჩიო ხოლმე, ან ხმის ჩაწერა. რადგან მე კაცი ვარ და ყველაფერს ჩემი თუ ვაკეთებ და ანუ ესე გავაკეთე რა. მოკლედ გადავიდეთ შემდეგ თემაზე. შემდეგი თემა გვაქვს ლუკა ძაძამია, პროტესტორი ეხლა კოცი. ანუ ადამიანი, რომელიც პროტესტებზე გამოდიოდა მთავრობის წინააღმდეგ და ეხლა არის საკრებულოს წევრი ლუკა ძაძამია. 21 წლის ბიჭი. ანუ შევხედოთ იქნება, რა ვიცი, იქნება მართლა დამსახურებულად ყველაფერი კარგად და ჩვენ ვაბრალებთ რამეს ხომ? ვნახოთ. შინაგანად მაქვს შეგნება რომ ვგდნობ იმ ტკივილს, რასაც ახლა ჩვენი მშობლების თაობა, ჩვენი უფროსი მეგობრების თაობა გძნობს. ახლა იგი უკაცრავად ადამიანს ჰქონდა ტკივილის შეგრძნება და გაუარა ტკივილმა. მე მინდა ბატონ ლუკას ჯანმრთელობა ვუსურვო, რადგან ანუ ტკივილის შეგრძნება ჰქონდა და გაუარა. იმედია აღარასდროს ექნება ეს ტკივილის შეგრძნება, რაც ჰქონდა ამ პროტესტების დროს, როდესაც იდგა იმ ხალხთან და პირდებოდა რომ ძმებო თქვენთან ვარ. ლუკა უკვე იმ პარტიის წევრი გახდა, რომლის წინააღმდეგაც აქციებზე იდგა. უფრო მეტიც, ლუკა კახაკალაძის საარჩევნო სიით თბილისის საკრებულოს დეპუტატობისათვის იბრძვის. ნომერი 18 ლუკა ძაძამია. ლუკაც ჩვენი გუნდის ახალგაზრდა წევრია. სამართალმცოდნე. აქტივისტობიდან ოცნების წევრობამდე გზად ლუკა ძაძამიას სახელზე პორშე პანამერა გაჩნდა. ეს ლამაზი პორშე მაინტერესებს ქართული ოცნების ფულით თიყიდეთ თუ პოზიციის შეცვლის ანაცვლოდ არის ზღვენი? არა, ეს პორშე საერთოდ მხოლოდ ჩვენი ოჯახის პირადი ფულით არის შეძენილი. ეს პორშე ბევრად იასნა ლუკა, იასნა ძმაო. ანუ ადამიანს თუ პორშე ყავს მერე რა და პირადად ჩემგან რო გითხრათ, მე პორშეზე არ ვიყიდები, მეგობრებო. პორშე არ შემომთავაზოთ. Rolls Royce არის, აი როგორი მინიმალური ის, იცი ზღვარი. ანუ მე პორშეზე არ ვიყიდები. ეხლა ბატონ ლუკას მე არ განვიხილავ კაცო და არც
განვიკითხავ, რადგან მე ვარ მართლმადიდებელი, არ განიკითხო და არ იქნები განკითხული, ხომ? ასე რომ ბატონმა ლუკამ უბრალოდ იყიდა თავის შემოსავლებიდან Porsche Panamera. Porsche Panamera, aquen Pacalena, la manera, tanzuet Macarena. შეძენილი სანამ მე საერთოდ პოლიტიკაში პირველ ნაბიჯებს გადავდგამდი აბსოლუტურად. და რატო გადადიდი პოლიტიკაში პირველი ნაბიჯები? სულ მქონდა ეს. ანუ ეს თავხედი ჟურნალისტი ნახე რა, ანუ რა კითხებს უსვამს ბატონ ლუკას? ძ ნომრები, ძამია. აუ ბატონო ლუკა, რა კარგი კაცი ბრძანდებით. კომპეტენციითაა ცოდნით, შევძლებდი. რომელი კომპეტენციით დაცოდნით? მეოთხე კურსზე ხართ. დიახ, მეოთხე კურსზე ვარ, თუმცა სამაგალითო. ანუ ბატონი ლუკა ეუბნება ამ თავხედ ჟურნალისტს, რომ ჩემი კომპეტენციით შევძელიო, რომ ეს ადგილას მოუხდიო და ეხლა საკრებულოში ვზივარო და მე ვწყვეტო თბილისის საქმეებსო და ეს თავხედი ჟურნალისტი ეუბნება, რომ რომელი კომპეტენციითო მეოთხე კურსზე ხარო და 21 წლის ხარო, რა ჯანდაბის კომპეტენცია გაქვსო. ანუ რამდენად თავხედია ეს ჟურნალისტი ხვდებით? ანუ რამდენს აძლევს საკუთარ თავს უფლებას? რამდენის უფლებას აძლევს საკუთარ თავს? ჩემი აზრით ბატონი შალვა რამიშვილი უნდა მივიდეს ამ ჟურნალისტთან და შეავიწროვოს. კარგი იურიდიული კარიერა მქონდა აქამდე. 21 წლის ლუკა დიდი კომპეტენციითა და როგორც თავად ამბობს სამაგალითო განათლებით, მაშინვე ცდილობს ადგილის დატოვებას, როდესაც მის არც თუ შორეულ წარსულზე ვეკითხებით. პროევროპულ აქციებში მონაწილეობის ამსახველი ფოტომასალა მან საკუთარი სოციალური გვერდიდან წაშალა. თუმცა შაბათის ეთერის არ სოციალური გვერდიდან წაშალა. რა საყვარელი კაცია ლუკა, რო ანუ ეგონა რო აი პროსტა წაშალა რა კაცმა რა ედო რო ევროპა ძბაო რას ლაპარაკობთ აგე ევროპა არა რუსულ კანონს და მე უცებ პროსტა წაშალა ეს ფოტოები რა და ეგონა რო всё წავშლიო და ყველაფერი მოშორდებაო ბატონმა ლუკამ არიცის ანუ რო ინტერნეტში ყველაფერი რჩება ბატონო ლუკა მით უმეტეს ახლა გადახვედით სახელმწიფოს მხარეს ხო ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რომ მუშაობს ეგ არიცით ბატონო ლუკა რომ ყველაფერი აბსოლუტურად შენახულია თქვენს მიერ დადებული ინტერნეტში არა არიცის ბატონმა ლუკამ ბატონ ლუკას ეგონა რომ მოდი აქ delete თან როგორ ხდებოდა იცი ძმაკაც დაურეკა რა ბიჭო გიგუში რა შვები ძმა ბიჭო ეხა ხო გადავედი კარჩი ეხა რაღაც საკრებულოში თუ რაღაცა შევედი და მისმინე ესენი როგორ მოვაშორო ეს ფოტოები და გიგუშაბაც უთხრა რომ ბიჭო ეგ სამ წერტილს დააჭერ და delete ფოტო წერია და ხიე და ეგა ძმა ყველას დაავიწყდება ჩემი და ლუკამაც საღოლ გიგუშო და მართლა წაშალა და ეგონა რომ აი всё იმენა ყველაფერი წაიშალა პოზიცია ვინ გადაგიპირათ ქართულ ოცნებაში? არავის არ გადაუპირებილა ეგ კადრები და მაგ კადრების თარიღები მით უმეტეს არის სიცრუე. ჯერ ილაპარაკა რომ პროტესტის ეს ყველაფერი არის სიცრუე. ვინმეს არ გჯერათ უკაცრავად ბატონი ლუკას სიტყვების? თქვენ ხო არ გინდათ ეხა, ჰა? ხო არ გინდათ თქვენ დაგრეთ? ანუ ვინმეს ბატონი ლუკასი არ გჯერათ, რომ ეს კადრები არის სიცრუე, ეს კადრები არის ყველა დადგმული. წინაზე რაც ვილაპარაკე მე 5 წუთის წინ ეს ყველაფერი იყო სიცრუე მეგობრებო და მე წამოვეგე პროვოკაციებს. ანუ 5 წუთის წინ რომ საუბრობდი რომ ბატონი ლუკა იდგა იმ აქციებზე თქო, მე შემიყვანეს შეცდომაში. ასე რომ ვუარყოფ ჩემ ყველა სიტყვას. ცენტრში არასდროს ყოფილა. ცოტა მოგვიანებით კი ლუკა ძაძამიამ თქვა, რომ მისი თანატოლების გვერდით ყოფნა რუსთაველის გამზირზე მას ეს ირცხვილებოდა. საპროტესტო აქციებზე ჩემი გასვლა იმ მომენტში იყო ჩემი ახალგაზრდული. ანუ გადიოდა რეალურად აქციებს და ანუ რეალურია ის ყველა ფოტო. მოკლედ 30 წამის წინ რაც ვთქვი რომ 5 წუთის წინ მოვიტყუეთქო, ეგ სიტყვები უკან მიმაქვს, ანუ ბატონი ლუკა რეალურად იდგა მაგ აქციებზე და 30 წამის წინ რო გითხარით რომ ბატონ ლუკას მოუგონეს თქო რაღაცეები, მაგას ვიტყუებოდი, მე შეცდომაში შემიყვანეს და სიმართლე არის ის რომ ბატონი ლუკა იდგა აქციებზე
წესით როგორც თქვენი კოლეგები იქცეოდნენ 2 დღის წინ მელიქიშვილზე. ლუკა ძაძამიას მამა ზაზა ძაძამია ბიზნესმენია. ის არის შეპლს თბილისი პროდაქშენის ფლობელი და ინტელკომ ჯგუფის მეწილე. გავრცელებული ინფორმაციით საკრებულოს წევრად წარდგენამდე ძაძამია დედაქალაქის და რა კავშირშია უკაცრავად ბატონი ლუკას მამა ბატონი ლუკას მოღვაწეობასთან? აბას ვინმე ამიხსნით, ვინმე რამე კავშირს ხედავთ? ეხლა ბატონი ლუკა ცალკე საქმიანობს, 21 წლის კაცია, რომელიც თავისით მიყვება ცხოვრებას და ბატონი მამამისი ცალკე მიყვება ცხოვრებას. ანუ რატომ ვაკავშირებთ ერთმანეთს? ზრდასრული კაცია ბატონი ლუკა და თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს. მერე რა რომ ერთი თვის წინ პროტესტებზე იდგა და მთავრობას აგინებდა დღეს რომ მთავრობაში მოვიდა. მერე რა უკაცრავად. თქვენ არ დაგიშვიათ შეცნობა, თქვენ კბილით არ გაგიტეხავთ თხილი და არ გიფიქრიათ მე რომ მეორენაირად უნდა ჩამედო და მე მეორენაირად იდებ და მეორენაირად მარტივად ტყდება თხილი და ბატონ ლუკას რას ვერჩით? რა პრეტენზიები გვაქვს მართლა ვერ ხვდები. ანუ საქართველო არის დემოკრატიის შუქურა მეგობრებო და მე მინდა ეს ყველამ დააფასოთ. ვინც არ დააფასებთ დაგიჭერთ. მე და ჩემი ძმა ლუკა ძაძამია. ლუკა დამირეკე ვიძმაკაცოთ. გამჩთე სადმე. სმერმა ოჯახის წევრებთან ერთად დაიპარა გასაუბრებაზე. შეხვდით კალათეს პირადად? ოჯახის წევრები ჩაერივნენ თქვენს გადაბირებაში? მიუხედავად ამისა პატივს ვცემ თქვენს პროფესიას და წარმატებულ დღეს ჩაერივნენ თუ არა თქვენს გადაბირებაში? აჰა, ნახე რა კარგი კაცია ზმაო, წარმატებული დღე უსურვა. მეტი რა გაქნას ადამიანმა. დიახ, უღალატა იმ 200,000 კაცს. დიახ, გადავიდა მტრების მხარეს, ვისაც თვითონ აღიქვამდა მტრად. დიახ, მამამისმა უთხრა რომ ლუკაო შვილო, მოდიო, რადგინაო პროტესტებიო, მოდიო გაგჩთავო სადმე საკრებულოშიო. დიახ, მაგრამ მერე რა? ამის გამო უნდა შევიზიზღოთ ადამიანი და ამის გამო ხელი უნდა უკრათ ადამიანს? ანუ თქვენი ბიზნესმენია და რა საქმიანობს რომ მითხრათ? ის რომ ლუკა ძაძამია 2023 წლის შემდეგ აქციებზე არაერთხელ იდგა, ამას მისი კურსელებიც ადასტურებენ. კარგად ახსოვთ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ესპანეთიდან გაცვლითი პროგრამის დასრულების შემდეგ. და ეხა მართლა ამათი კურსელების იმის მოსმენის თავი არ მაქვს რა. რა უნდა ილაპარაკონ, რომ ხო, ლუკას აქ ხედავდით, მე უცებ შეიცვალა და ასე შემდეგ. მართლა რას უნდა მოусმინოთ. უბრალოდ მეგობრებო, იცოდეთ რომ მე მართლა მესია არ ვარ. მივიღებთ ეგრე რომ მე ვარ საქართველოს გადამრჩენელი და მე ვარ სიმართლის მოღაღადე და ასე შემდეგ. ან ყველა იუთუბერი, ყველა მსახიობი, ყველა, რა ვიცი, მომღერალი და ასე შემდეგ, ყველა გაყიდულია აბსოლუტურად. უბრალოდ ჩემ და სხვა იუთუბერებს და ტიკტოკერებს და ასე შემდეგ ხალხს შორის სხვაობა ისაა, რომ სხვები არ გეუბნებიან ამას, სხვები არ გესაუბრებიან ამ ყველაფერზე, უბრალოდ თქვენით გადახედეთ, ხალხი რეებს არეკლამებს, ხალხი რეალურად რას მოგიწოდებს და მე ცოტა სხვა მხრიდანაც შეხედეთ რა, რომ რა ინტერესები ამოძრავებთ ამ ხალხს და ვისი ინტერესების გამტარები არიან. და იმიტომ რომ მე მეტყვით რა, რომ მიშა შენ რა მოღალატე ყოფილხარ. არაფერს მოღალატე არ ვარ ძმებო, ნაცებზე ზღვადაობ, ქოცებზე ზღვადაობ, ყველაფერზე ზღვადაობ. იქამდე სადამდე შემიძლია, მაგრამ ვიღაც თუ ტყეში წამიყვანს და მეტყვის რომ აი ხა ტვინს გაგიხრეტო და შენ შვილებს ვეღარასდროს ნახავო, თუ ამ საუბარს გააგრძელებო 100% გეფიცებით რომ დავანებებ ესეთ თავისუფლებას თავს და გამოვიტან მაგათ პროპაგანდას აქვე. რა გიყოთ მართლა? აი მეც ძალიან მინდა რომ ვიყო აბსოლუტურად თავისუფალი, ვისაუბრო ყველას და ყველაფერზე, ვიღადავო ყველას და ყველაფერზე, რაც საღადაოა, მაგრამ
მაგას თქვენ თვითონ ვერ გაკაჩავთ მეგობრებო, ჩემო მაყურებლებო, ჩემო ერთგულო მაყურებლებო, რომლებსაც ძალიან გააფასებთ, მართლა ძალიან მიყვარხართ, მაგრამ თქვენ ვერ შემიგროვებთ აი თვეში, რა ვიცი, 30 და 40000 ლარს. თქვენ მართლა ვერ შემიგროვებთ მაგას. რა შემიგროვებთ, ბიჭო? ჩარიცხვები მაქვს რა თვეში 40 და 30 ლარი. და ეხა წარმოიდგინეთ, რომ 30 და 40 ლარის ნაცვლად ვიღაცა მოდის ტიპი და მთავაზობს, რომ მიშა 30000 ლარს მოგცემ. და მოდი ეს იბაზრ და მე ამ დროს რა შვები, რომ არა, მე ჩემი 30 ლარი მირჩევნია სიმწრით გამომუშავებული. არა მეგობრებო, 16 თაყაიშვილი არ ვარ, თევდორე მღუდელი არ ვარ, დემეტრე თავდადებული არ ვარ, ასე რომ ნუ აღმიქვამთ ეგეთ ადამიანად. გოცნით მიყვარხართ.